ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია და რა თქმა უნდა დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი და მადონა კოიძე ვეწვიეთ დედაქალაქს, სადაც ჩვენს მიზანში მოხვდა რამდენიმე კვების ობიექტი. ერთი, ოდესღაც ძალიან პოპულარული და დიდი რესტორანი აღმაშენებლის ხეივანზე და რამდენიმე კვების ობიექტი ეგრეთ წოდებულ კლინიკების ქუჩაზე, ლიუბლიანას ქუჩაზე. დედულ კაბაბზე იდო შემწვარი გოჭი მისაღებია? არ არის მისაღები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საპურეში იდოს ქიმიური ნივთიერებები. ეს დივანი აგურებზე რატოა? აგურებზე. ფეხები მოძრა და მაგათო. ფეხები მოძრა და აგურზია? ვაიმე. ბოსტნეული და ყველიც ერთად არ შეიძლება, იმიტომ რომ მით უმეტეს გაურეცხავი ბოსტნეული. აი, ხედავთ რაც ვთქვი, ხო, ფული აიღო და კერძებიც იგივე ხელით მიართვა შემდეგ. ამაზე ვამბობდი რომ არ უნდა იყოს. ახლა ვიღაცა იტყვის შარზე არიან, არ ვარ შარზე. აი ეს ტაფები კიდე ყოვლად მიუღებელია. კონდენსატის ზევიდან ეწვეთება თუ აი ეს იხსნება და შედის საჭმელში, აი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იცით რატო ვერდებთ? იმიტომ რომ მაგმაცივარი გასარეცხია, გასალღობია და ის ყველაფერი ამოსაწმენდი და მე ძალიან კარგად ჩადებ. წლების წინ რესტორანი მონოპოლი აღმაშენებლის ხეივანზე ძალზედ პოპულარული იყო. შემდეგ კი დაიხურა და გავიგეთ რომ ისევ გაიხსნა. ეს არის მონოპოლის სამზარეულო. რამდენი ხანი იყო რესტორანი დაკეტილი? 6-7 წელი. 6-7 წელი იყო დაკეტილი. თქვენ რამდენი ხნის შემსრულები ხართ? ჯერ თვეების. აბა ნახოთ რა ხდება გამწოვებში, დავიწყოთ. სანიტარული დღე, გუში მქონდა საკმაოდ დიდი მუშაობა და დავკეტეთ საერთოდ გვაქვს სანიტარული დღე ფაქტის სახეზეა რომ აქ არაფერი მუშა დღე არ მიმდინარეობს. ველოდებით თანამშრომლებს რომ დაესვენებიათ და ცოტა მოგვიანებით მოსულიყვნენ. კონდენსატი სამწუხაროდ არის. ხო, ეს ძალიან მცირე იმდენ გუში. ხო, მაგრამ ნუ მცირეა თუ არ არის, ყოველ შემთხვევაში კონდენსატი არის სამწუხაროდ. ეს აი აქაც არის პრობლემა. გამწოვები ეტყობა რომ გაქვთ გასუფთავებული, მაგრამ ეტყობა პრობლემა სიმძლავრესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აშკარად ვერ ერევა და კონდენსატი ჩდება. ბადეები გასაწმენდი გაქვთ და აქ გუშინდელი მუშაობა არაფშვაში არ არის, ბადე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. არა, აშკარად დასალაგებელია, სერიოზული დასალაგებელია და მე სიმართლე გითხრათ, რასაც ველოდებოდი ის არ დამხვდა, ძალიან მწუხვარ, იმიტომ რომ კედლებიც მოუწესრიგებელია, სამწუხაროდ ხელი ამიწევია. აქ ცელოფნებიდან ამოღებული უნდა იყოს, დაფასოვებული უნდა იყოს, ეს ხო დღევანდელი მოტანილი ბაზარი არ არის. აი, მოდით ერთად ჩავხედოთ და ვნახოთ. ნუ ვადებზე არ ვლაპარაკობ, ვადების გარდა. აი ეს გოჭი ამ გოჭს ხო ვერ გარეცხავთ თქვენ? გააცხელებთ და გავაცხელებთ და ვაჭრობთ პერსონალს. პერსონალს, კი ბატონო, ნუ აი დიდი პატივისცემა ჩემგან მონოპოლის ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ პერსონალს ძალიან კარგად ყვებავენ. დედულ კაბაბზე იდო შემწვარი გოჭი მისაღებია? არ არის მისაღები. არ ჩემთვის არ არის მისაღები. რამდენი დღე გჭირდებათ რომ მოწესრიგდეს ყველაფერი? 2 დღე. ხო იცით რომ არ დავიხევო არ უნდა დაიზარდო. და მოვალ, აი 2 დღეს გაძლევთ და მე აუცილებლად მოვალ და ამას ვაჩვენებ მაყურებელს, იმიტომ რომ ამას რასაც უყურებ, ეს არის დანაშაული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასე იყოს. არაჩვეულებრივი ზედაპირებია, უჟანგავი ზედაპირების მარტივად რეცხვა დეზინფექცია არის შესაძლებელი და რა თქმა უნდა მომწოს ზედაპირები. ქვევით ყველაფერი აი ნუ სამწუხაროდ აი არ ვიცი ხა ეს ყოველ შემთხვევაში ყველგან აშკარად ყველაფერი არის მოსაწესრიგებელი. ყველაფერს უნდა კონდეს თავისი ადგილი და ასე ქაოტურად არაფერი არ უნდა იყოს დაყრილი. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ ხუთშაბათიდან მოყოლებული სულ ძალიან დატვირთული გრაფიკი გქონდა. დღევანდელი დღე იმიტომ დავკეტეთ მომხმარებლისთვის რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა, ნორმალური უბორკა ჩაგვეტარებინა, იმიტომ რომ იმ ჩქარაჩქარაში და იმ ხელა მუშაობაში ყველაფერს ერთად ვეღარ ასწრებ და ამაზე მე თვითონაც ვიჩხუბე და მე თვითონაც ის განცდა მქონდა, რომ ეს ასე არ შეიძლება დახტეს მომხმარებელს, იმიტომ რომ
ძალიან ხშირი შემთხვევა ქონია, მე შემიძლია შვილების დავიფიცო იმის, რომ სტუმარს უთქვია, შემახედე სამზარეულოში და მე უთქვია, რომ აი სიამოვნებით მივირთმევ აქ გაკეთებულ საჭმელს და აი ეს რო უკვე აღარ იყო გუშინ, ამიტომ დავკეტეთ სანიტარულ დღეებს. უშვებ და თვალს ხუჭამ სამრეცხაოზე. სამრეცხაოში შეიძლება ალაგებული ჭურჭელი იყოს, ვერ მოასწრონ, სხვადასხვა პერიოდში მუშაობს, თქვათ, იგივე მრეცხავი და იგივე მიმწანი, რომელმაც უნდა ალაგოს მაგიდან, მაგრამ სამზარეულო, როდესაც 10 საათზე მთავრდება, თუ 11 საათზე ეს თქვენი გადასაწყვეტია. აი იქ უნდა იყოს 1 საათიანი შუალედი, როდესაც ეს ყველაფერი უნდა დაალაგდეს. აქ რა თქმა უნდა, ქორწილები, დღესასწაულები, რაღაც სარიტუალო ღონისძიებები ტარდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი დარბაზია. აი ეს არის შესასვლელი, რასაც თქვენ ხედავთ და ეხლა გაჩვენებთ დარბაზს. აი ეს არის დარბაზი. ძალიან პოპულარული იყო წყვილებისთვის, რომლებიც დაქორწინდნენ და უნდათ დიდი და ლამაზი ქორწილი, ხშირად აქ იხდიდნენ და სხვათა შორის მე ვარ ნამყოფი, აღარ მახსოვს ალბათ 20 წლის წინ, იცით ვის ქორწილში? ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქორწილში, სწორედ აი ამ დარბაზში. ნახეთ როგორი ლამაზი ჭაღებია და ეს არის ფარდა, ესეთი გაფორმებულია ძალიან ლამაზად. ალბათ ღამე, როდესაც ანათებს, ესეც ლივლივებს და ძალიან ლამაზია. ჩვენ მონოპოლის, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა აი ის დარღვევები, რომელიც მადონამ აღმოაჩინა სამზარეულოში, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია და ალბათ მიიღებენ მხედველობაში, რომ სტუმარი ყოველთვის კმაყოფილი წავიდეს ამ რესტორნიდან. ესმის რომ ჭერი ძალიან მაღალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი დაალაგება აშკარად აი ყველა კუთხეს უნდა და აი აქედანაც ხედავ რომ აი რაღაცები არის კიდე კარგად ჩამოსაფერთხი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ფანჯრები ეს ელემენტარულად აი არ ვნახავ, მაგრამ სადაც აი ისეთი მდგომარეობაშია ბადე, იქაც მტვერი იქნება. კარგით, ამას დავაბრალებ იმას, რომ უნდა დაალაგდეს და იწყებთ დაალაგებას, დავხუჭავ რაღაცაებზე თვალს, მაგრამ მაცივრებს ძალიან მკაცრად დავათვალიერებ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საპურეში იდოს ქიმიური ნივთიერებები, რომელიც იყენება დასასუფთავებლად, იმიტომ რომ ეს ისე თუ ასე შეიძლება მიეშხუროს, დაისვაროს ასე შემდეგ და შემდეგ უკვე პური, როდესაც საპურეში იდება, უკვე რისკ ფაქტორს წარმოადგენს. აძვიფასო წაიღეთ და დავიწყოთ მაცივრები. ნუ ვადები გიწერიათ. დღეს არის რა რიცხვი? 25. ეხლა თქვენ გიდათ მითხრათ თუ ეს დღეს გააკეთეთ? არა. ეს არაფერი არ გამიკეთებია. ხო, აბა წინასწარ რატო რიცხვი? არ წერ წინასწარ, ამ წუთში დაწერა ბავშვმა. ხო და როცა არის გასაკეთებ, როდესაც გაკეთდა, მაშინ უნდა გაკეთდე. წინა უკვე იმაზე გადააკრა ზემოთ. ხო, ეგ არ უნდა ქნათ. იმიტომ რომ ნახეთ, რიცხვი უნდა იყოს სწორად. თქვენ შეცდომაში შეფი შეყავთ შეცდომაში, როდესაც გაკეთდა, კონკრეტულად მაშინ უნდა იყოს აუცილებლად ის რიცხვი უნდა იყოს დატანილი, რომ შევმა შეძლოს და აკონტროლოს ვადები. ეს არის მოსწავლე, რომელმაც რო დაგინახათ, იფიქრა, რომ დღევანდელი ვადები თუ არ იქნება. მაშინ კარგი. ეხლა ნახეთ, აი ამაზე ეს ხო იცით, ხო? ეს ხო იცით, რომ ვერ ვიტან. აი კულერებს, ბინძურ კულერებს ვერ ვიტან. და ძალიან ცუდი არის, როდესაც კულერი არის და უსუფთავებელი. ნუ დანარჩენი ახლა კარგით ასე ვქნათ, რომ ვადები გამოვასწოროთ, სწორად დავაწეროთ. აქ რა ხდება? აქ ჩაყინულია პროდუქცია, აქ გადაკრულია ყველაფერი აბსოლუტურად. ყველაფერი სწორად არის მოთავსებული და მაცივარი სწორია. ასე მინდა რომ მქონდეს ყველა მაცივარი აბსოლუტურად. ის მაცივრები მე არ მომწონს. ეხლა მითხარით. ნაჟურ წყალში რო დნება და დევს პროდუქტი შეიძლება? 2 წუთის ამოღებულია იქედან. და ასე უცებ შეიკეთა წყალი? ისევ გაყინულია. არა, ბილია, არ არის გაყინული. კი. ნახეთ ეხლა ნაჟურ წყალში. ანუ დასურეტილი გობი უნდა შეუყუდოთ და წყალში, ნაჟურ წყალში არ უნდა იყოს. ტემპერატურები უნდა აკონტროლოთ. ვიცი რომ იცით, მიტოვით ხო? დეზინფექცია დერატიზაციას აკეთებთ, უყურებთ რომ ისინი გიდგათ, მაგრამ აი ესეც სიბინძურეში არა, ესეც უნდა გამოიწიოს და დაალაგდეს, ნახეთ?
აი ეს ახლა გუშინდელი და გუშინწიგდელი არ არის. სათანადოდ კარგად უნდა დაალაგდეს. სუფთა თეფშებია ნამდვილად. აბა, შევამოწმოთ ეს ფუჟერები ნამდვილად სუფთა და ეს ძალიან სასიამოვნა, თეთრი მაგიდის გადასაფარებელია, ხელოვნური ყვავილები ლარნაკში და აი რა გითხრათ, ეს სკამებიც რაღაც პლასტიკისგან დამზადებული, მაგრამ აი რატომღაც აი ესეც ეს ალბათ ახალია და ამიტომ ვეძებდი მეთქი სტუმრის სახელი გვარი ხო არა წერია და მიხვდი რომ არა. უბრალოდ ახალი სკამებია, ძალიან კარგია, რომ ავეჯი განახლდა, იმიტომ რომ შემოსასვლელში ძველი დივანია აშკარად ეთყობა, მაგრამ აქ ნახეთ როგორი ახალი სკამებია. ალბათ რაღაცა რბილი საფენიც ექნება, რბილი ბალიში და შესაბამისად ეხლა ალაგებენ დარბას, აი თქვენ ხედავთ როგორ ალაგებენ დარბას. საპირფარეშოც ვნახოთ. აბა აქ რა ხდება? სუფთა ნამდვილად ზედაპირი, მაგრამ აი ესენი ნახეთ როგორი შელახულია თვითონ ონკანები. ამის გაპრიალება შეიძლება და მაშინ იქნება იდეალური და აი მართლაც და ესეთი სისუფთავის შეგნება რომ შეხვალ და რომ აპრიალებს ყველაფერი რომ ლამაზია, ქსიამოვნებს ხო? ეს ნაგავი ნარჩენებია, წინა ღონისძიებისგან და იმედია რომ გაიტანენ და არ დატოვებენ აქ. მოდით ვნახოთ აბა წყალი. მოდის წყალი ვიცი ზოგიერთ რეგიონში სანატრელია, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ საბედნიეროდ წყალი აქ მოდის და არის ასევე ერთჯერადი ხელსახოცი. აი ეს არის. ნამდვილად არის. ერთადერთი რაც დამჭა, გამოვაცხადოთ თუ სად ვართ დედაქალაქში, აღმაშენებლის ხეივნის 42A ნომერში. სახალხო კონტროლის სიტყვას ასრულებს და 2 დღეში ისევ დაბრუნდით მონოპოლში. გვითხრეს, რომ ეს დაალაგების პროცესიაო. მუშა პროცესში ვნახოთ, როგორი სამზარეულო აქვს მონოპოლს. როგორც შეგწევდით, 2 დღეში დავბრუნდით და უკვე ჩანს. ნახეთ, როგორი გაპრიალებულია ყველაფერი. შეხედეთ? აი, როგორი დაალაგებულია მაცივრები. აი, ასეთი მონოპოლი მომწონს მე. აი, ნახეთ, ყველაფერი აბსოლუტურად დასტიკერებული. ყველაფერი მოწესრიგებული. ოღონ ერთი შეცდომა მაინც აქვს დაშვებული. მე რო შეცდომა ვერ ვიპოვო, როგორ შეიძლება. ეს ყველი 26.02-ში გამოშვებული არ არის. სტიკერი უნდა გადაიტანოთ უშუალოდ, რაც აწერია პროდუქტს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ვინაიდან ყველაფერს ასტიკერებენ, მე მაინც მიხარია. ზედაპირები ნახეთ როგორია. შეხედეთ, გამწოვებიც გაუწმენდიათ. ბადე გახსოვთ როგორი ბინძური იყო და ნახეთ როგორი გარეცხილი და გაწმენდილია, ფანჯრებიც დაუწმენდიათ, ზედაპირებიც, ყველაფერი, კედლებიც დასუფთავებულია. ნახეთ, აი ყველაფერი არის მოწესრიგებული. ხშირად გვეკითხებით, რეაგირება რა არის? რა შვება სახალხო კონტროლი? აი სახალხო კონტროლი ასე აწესრიგებს ობიექტებს. ნახეთ, აი ჩაიხედეთ. ნახეთ როგორი სასიამოვნო ჩასახედია. ნახეთ აი ნახეთ როგორი მოწესრიგებულია. ეს მაცივარი საერთოდ ახალი მოუტანიათ. შეუცვლიათ, იმიტომ რომ ეს მაცივარი აქ არ იყო. აქ გქონდა თევზის მაცივარი ცალკე და შევიძინეთ გუშინ ქალბატონო მადონა. და მეკითხით მადლობას, რომ მოხვედით ჩვენთან, იმიტომ რომ თქვენს სიუჟეტებს უყურებს უამრავი ჩვენი მომხმარებელი და მინდა იცოდეს ყველამ რა სიტუაცია არის ჩვენთან არა მარტო გარეთ, არამედ აქ შიგნით, სადაც მზადდება ეს ყველაფერი. გარეთ კი დარბაზი ლამაზია, მაგრამ შიგნით მე არ ვიცი, ხა შეიძლება მართლა ისეთი დღე იყო, რომ ძალიან დიდი სტუმრიანობა, თუმცა ძალიან ბევრი ისეთი ლაფსუსი იყო დაშვებული, რომელიც არ გეპატიებოდათ და დღეს აი ყველაფერი აღმოფხრილია და მე ვარ ნამდვილად ისეთ სამზარეულოში, როგორც ეკადრება ნებისმიერ რესტორანს. არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონში. აი ყველგან ასეთი მოწესრიგებული სუფთა სამზარეულო უნდა იყოს, უჟანგავი ზედაპირები, აი ესეთი გაპრიალებული, გაწკრიალებული, რომ აი სიამოვნებდეს თვალსაც, მომხმარებელსაც და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში აისახება სურსათის უვნებლობაზე და ხარისხზე. გახსოვთ, აი აქ რა არ მომეწონა? აი ნახეთ როგორ გამოურეცხიათ. აი ნახეთ, თურმე ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა. ორმაგად მიხარია ის, რომ აი ამ ობიექტის, აი ასე მოწესრიგებაში სახალხო კონტროლის წვლილიცაა. თუმცა მარტო ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებოდით.
ძალიან დიდი მადლობა თლიან გუნდს. შევდივართ სასადილოში. აი ეს მუყაო როგორ არ მიყვარს? ეს მუყაო არ უნდა იყოს დეზობარიერი, ყველაფერი კარგია, მაგრამ ესეც შემოდი შედარებით ამასთან. ხო, მაგრამ ნახეთ, ახალი ხალიჩა რო დადოთ, ხო? გექნებათ მშვენიერი დეზობარიერი. შველის ნამდვილად, აი თუნდაც ეს ჯობია. ესეც. აი მეორეც არის შეგდო. ეს ძალიან კარგია, ეს ძალიან კარგი. და აქაც სიგარეტის გურად გარეთ უნდა იყოს სიგარეტის ისა. ხო და ეს ნაგვისთვისაა, სიგარეტის მოწვა საერთოდ შეიძლება პაჟარნი. ურნა არის სიგარეტის. აქვე არის საპირფარეშო, მოდით შევიხედოთ, ბარემ არ მომწონს. ეს რატოა? თქვენ არ გეკუთვნით? რემონტია. ხო, ეს აადრეს, რო აქ უნდა გააკეთოს ხელმეორედ რაღაცები. აჰა. ჩვენ ხმარობთ უბრალოდ ტუალეტებს, სხვა ტუალეტი. თქვენ იყენებთ, მაგრამ ეს არის კლინიკის ტუალეტი. აი ქალბატონი ნინო გვიხსნის ახლა, ნინო არის ის ადამიანი, რომელიც ახლა ქირაობს ამ ფართს, რომ კლინიკას ეკუთვნის ეს შენობა, მაგრამ ის იჯარით იღებს და თქვენი პასუხისგებლობის ქვეშ არის ახლა ეს ობიექტი, ხო სწორია? რემონტია ამ ობიექტზე და ეს უბრალოდ ახლა საპირფარეშო ხო გვინდა და ახლა ჭერის გამო ვერ გავაჩერებთ ადამიანს ხელის დაბანო რო უნდა რა უცხო. გასაგებია. ქალბატონი ნინო ვინ არის? თქვენ ბრძანდებით? იმიტომ ქვია ნინოს სასადილო? სიმართლე გითხრათ, ზევიდან რომ დავინახე, სხვა სიტუაციას ველოდებოდი, მაგრამ იმდენად ლამაზად აგაქვთ, ყველაფერი ჩაწიკწიკებული და იმდენად აპეტიტურად გამოიყურება, რომ აი იმედია, რომ არ მიღალატებს და სამზარეულოშიც იგივე დამხვდება. ძალიან ლამაზი დახლი, არაჩვეულებრივი, მაგრამ სახალხო კონტროლს უფრო აინტერესებს აი ლამაზი დახლების უკან რა ხდება და ამიტომ შემოვედით სამზარეულოში. კოროზია ეს მაცივარი არის კასტიმის კაიზერის ნატახტარის და უნდა შეგიცვალოთ. უნდა შეგიცვალოთ. კოროზია არა, უბრალოდ ატეხილებია. მაგას კი, მაგრამ აი ნახეთ, აუცილებლად უნდა შეიღებოს. ქალბატონ ნინოს სახში კერძს რო ვაკეთებთ როვშიობით ალუმინის ქვაში. გადაგვაქვს. კი ბატონო. მე არა, აი ის როცა შედგამთ, აუცილებლად უნდა გადაიტანოთ. ესეც უნდა გადავა. კი ბატონო, ეგეც უნდა გადავა. აი დანარჩენი გადატანილია, ხო ხედავთ? დანარჩენი გადატანილია. გადატანილია დანარჩენი, კი ბატონო. ეს სწორადაა მოთავსებული და ამოტკეცილი არ უნდა იყოს, აი ამასაც მოერიდეთ, ძირითადად ეცადეთ. კი ბატონო, მისაღებია. ვადები უნდა იყოს დაწერილი აუცილებლად. შაბათ-კვირას ვისვენებთ და ორ შაბათიდან ვიწყებთ სამ შაბათამდე ვამზადეთ საჭმელს, ასე რომ ის რო სიტყვაზე დრო იყოს გასული. მე თქვენთვის მე ხარ მithქვია ძველია. მე ხარ მithქვია, იმიტომ რომ მეც ხედავ რომ ქვაბი სავსეა, ერთი სავსეა და მეორე სავსე. აქედან გამომდინარე სულ ახალი გაკეთებულია. მე ამაში ეჭვი არ მეპარება და მაგრამ ნახეთ აუცილებელია რომ იყოს ვადები მინიშნებული. ხარშა და სალათა უნდა გაქვს. აი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარკში რატო გაქვთ მაშინ დადებით და დაასრულეთ. კი ბატონო, დაასრულეთ კეთება. ესეც ძალიან მარტივად ყველი კი გამზადებულია კი, მაგრამ ძალიან მარტივად გაიხევა პარკი და კი ბატონო, გავიტანოთ და არ დაუშვათ რომ აქ იყოს. აი ბოსტნეული და ყველიც ერთად არა. არ შეიძლება, იმიტომ რომ მით უმეტეს გაურეცხავი ბოსტნეულთან ჩავდოთ. ხალხი უბრალოდ რო გარეცხოთ უჭირდება და მაგაშია. არა, ხალხზე არ ვამბობ. ემალის ქვაფშია მოთავსებული და კი ბატონო დასაშვებია და ეს ნახეთ. აი, ყველაფერი ხელის მოსანაცვლებლად. მე მესმის რომ თქვენ პერიოდულად ძალიან ბევრი მომხმარებელი შემოგდით, მაგრამ პატარა სამზარეულო, მაგრამ სისწრაფე არის სისწრაფე. 06 თებერვალი, ეს არის გამოშვების თარიღი და ძირითადად 45 დღიანი, კი ბატონო, 45 დღიანი შენახვის ბადა აქვს მაცივარში და ვადაში არის, ანუ ახალია, პროდუქცია ვარგისიანია. კი ბატონო, აი აქ რა ხდება? ესენი რა არის? კუპატი და ესენია გაყიდულები. ეგ ლობიანი, ლობიანი, კუპატი და რაღაცაები, ხო? ეს კონტეინერი ხო არის ერთჯერადი კონტეინერი, ხო? აი ეს კონტეინერი, ერთჯერადი კონტეინერი არის. ეცადეთ რომ გქონდეთ ახალი. ახალი გახსნილი, აი არაჟი მაგალითად, მე ეს იხმარება ერთჯერადად. ხო, აი ეს არის ჩვენი მწვადია, ვაფშე არ არის აქ სახმარი, ამ დროს ჩვენი ოჯახის, ჩვენ მწვადს აგავხმაროთ. ანუ გასაყიდად, იმიტომ რომ კარგით. დიეტურ ვარიანტი. კარგით.
ეს გაზი რო წავიდეს, გასქურა, გასაცხელებლად და გამოსაყენებლად. რატო შუქით შევა ხოლმე ხშირად და გვეთიშება ყველაფერი და მაგიტო გჭირდება, კი ბატონო, ყველაფერი დენზება გაბა. შევედით უშუალო სასადილოში. აჰა, აქაც ნაგვის სურნა. ეს რა არის? აი ეგეთი ეს დივანი აგურებზე რატოა? აგურებზე. ფეხები მოძრა და მაგიტო. ფეხები მოძრა და აგურზია? ვაიმე. ავწიეთ ცოტა რომ ძალიან დაბალზე იყო. იცით რა, კვების ობიექტია და რაღაც აგურებზე შემდგარი დივანი. იატაკი სუფთაა. ხო, აგერ ხედავთ, შვენიერი სტუდენტები from India. Yes? Yes. ჩვენი ინდოელი მეგობრები. Namaste. არ ვუშლით ხელს პერსონალს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ექიმებიც ჩამოდიან აქ, მედპერსონალი ჩამოდის სასადილოდ, პაციენტები და მათი გულშემატკივრები, თუ პაციენტები არ ჩამოდიან. კი, პაციენტები ჩამოდიან. და სერიალებიც კი ესეთი თემატურია, რომელიც სამედიცინო თემას ეხება, ხო? მე რა მაინტერესებს, აი ახლა ადამიანი, რომელიც კერძებს არტვებს და ასევე ფულსაც იგივე ხელით ხელთათმანის გარეშე არ დარღვევა. მე ვარ მან და ფულზე მე. აი ახლა მე რასაც ვუყურებ. თქვენ დაგდებთ და რა ვქნა მითხრა. მე ჩვენ არ გვთქვია რომ ჩვენ დაგდეთ. კი ბატონო, მაშინ გადავალე. კი ბატონო, თქვენ ვიბზა, თქვენ ფულთან იმუშავეთ, თქვენი მეუღლე თუ ვინც არის ის იმუშავებს, მეუღლე კერძებთან იმუშავებს და ჩვენ ხელს არ შეგიშლით, რატო? არანაირად. ჩვენ არ გვინდა რომ დარღვევა მოხდეს ამ კაფეში. არანაირად. არა. აი, ხედავთ რაც ვთქვი, ხო, ფული აიღო და კერძებიც იგივე ხელით მიართვა შემდეგ. ამაზე ვამბობდი რომ არ უნდა იყოს. ახლა ვიღაცა იტყვის შარზე არიან, არ ვარ შარზე. ბატონო ნინო. ნახეთ. აი კედლები. არა, კედლები ეგ ჭუჭყიანი არ არის, ეგ არის თვითონ თავისი ისა. არა, ეს რო ნახატია, ამას უყურებ. ეს რო ნახატია, ამას უყურებ, მაგრამ აი ეს უკვე ნახატი არ არის. აი ეს ჩამჯდარი ჭუჭყია, აი ეს უკვე ნახატი არ არის. აი ეს უკვე ნახატი არც ერთი არ არის. აი ეს თქვენ თვითონაც უყურებთ და აქ არის არა. კი მესმის, მაგრამ უნდა გაიწმინდოს სათანადოდ. კედლები გასაწმენდია. შეფუთული უნდა იყოს, აი გარედან კიდევ უფრო შეფუთეთ, იმიტომ რომ ნახეთ, აი აქ სულ აი ნახეთ კონდენსატები და ეს ზეთები არის, აი მესმის, ამიტომ გეუბნებით, შეფუთეთ, იმიტომ რომ ამას ვერ გაწმინდავთ, ეს წარმოადგენს რისკ ფაქტორს და ვერ გაწმინდავთ. ამიტომ გეუბნებით, შეფუთეთ და გამოცვალეთ შემდეგ შეფუთვა და ბევრად მარტივი იქნება. სისუფთავეს შეინარჩუნებთ. ნუ ეს ისე ხუთი ვიდეოს რომ აქეთ იქით არ გადაიწუწოს და ამაში ჩაისხეს და მე ამას ხეხავს ხოლმე. დავით. ხოლმე. ხანდახან, კი ბატონო. არა, ხოლმე არა, ხანდახან არა, ხშირად ხეხავს. ეხლა ბოლოს არ არის გახეხილი, ნამდვილად კეთახმები. კი ბატონო. ეს გარშემო ხედავთ, ყველაფერი სუფთაა. აი ნახეთ, გასაწმენდი არის და ამის გაწმენდას მე სულ არ დავეძებ და არ მადარდებს. მე მადარდებს სხვა რამე. აქაც გასაწმენდია, ნახეთ, აი ეხა მოანათა და ლაქებს, ზეთის ლაქებს უყურებ? და ეს ზეთის ლაქები რო აი ამ კოზებზე ილექება, აი ეს უკვე ცუდია. ამიტომ ადექით და სხვაგან გადაიტანეთ, ანუ უშუალოდ არ იყოს გასქურასთან, ხო? იატაკის წყალს სად აქცევთ? ტუალეტი გვაქვს. საპირფარეშო გაქვთ და ის აქცევთ, კი ბატონო. ეს გამოცვალეთ. რა მინდა გთხოვთ, აი ასეთი ღრუბლები. მაგას ჟარონებზე ხმარობთ, ვითომ მაგიტო უდებს ეგ. აი ვითომ ეკონომიაა, მაგრამ სინამდვილეში აი ძალიან ცუდია რა, აი ძალიან არა. აი ამ ღრუბელზე ხმას არ ვიღებ. კი ბატონო, მისაღებია, დანარჩენი არა. არ უნდა იყოს ზედმეტი დაგროვების საშუალება. აი ნახეთ რა მხელა. აი ამის გამო ის აბლაბუდა ვერ დაინახეთ. ნახეთ როგორ ფარფარებს. აი ეს არის ყველაფერი. აი ნახეთ რა მტვერიანია. კი არა, ეგენი წინაზე იყიდა და რატო შეყარა, აი არ ვიცი მართლა. სულ ყველაფერი არის მტვერიანი და სულ ყველაფერი. აი საშინელი მდგომარეობაა, ნახეთ. აი ეს ყველაფერი არის მტვერის დამგროვებელი. ძალიან სითბო გაქვთ აქ. თავისთავად, იმიტომ რომ ღუმელი მუშაობს, ისედაც ესეთი შეკრული ტერიტორიაა და სითბო მარტივად. კი ბატონო, აი ხა მითხარით, აი ამგეს, აი ნახეთ, მოკიდეთ ხელი რა თბილია. ხელი მოკიდეთ, კი. ხო არის თბილი? თბილია. აშკარა თბილია. ეს ხო ძალიან მალე გაფუჭდება. ეს თბილია. არა, ეს დღეს და ხვალ. არა, მესმის, დღეს და ხვალ კი არა, ეს ფუჭდება საათებში. აი ეს არის ასორტიმენტი კერძების, კუპატი, ქაბაბი, კოტლეტი. ფასები მისაღებია ნამდვილად, კოტლეტი 2.5 ღირს. მჭადი ლარი. ხო. უბრალოდ განთავსებულია ცოტა ქაოტურად, უნდა გითხრათ.
მაგრამ მე უკვე მივხვდი რომ აქ ესთეტიკაზე ზედმეტია საუბარი. ეს თქვენი გამზადებულია, ეს ციცაკა თქვენ ამზადებთ? გემრიელი იქნება, აი სახში გამზადებული, ნახეთ, დაკონსერვირებული. კი არ ვიცი, შეიძლება თუ არა ესეთი კონსერვების გაყიდვა, მაგრამ აქ ამზადებენ ყველაფერს. აი ეს არის ნამდვილად. აქ სალათებია ერთჯერად კონტეინერებში, აგერ ნამცხრებიც არის. ასევე საცხობის პროდუქცია, პიცა, ფასები ნამდვილად მისაღებია, მაგრამ ჩვენ მაინც ის უფრო გვაინტერესებს, როდის არის ეს ყველაფერი დამზადებული, კითხვის ნიშანი. ჩვენ რაც სასადილოში, სასადილო ნინო სამზარეულო, ჟვანიას ქუჩა ნომერი 15, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში. თქვენ მითხარით, რომ ახალ-ახალს ვაკეთებთ, შაბათ-კვირას ვისვენებთ და ორშაბათს ახალ პროდუქციას ვიწყებთ. ანუ ეს არის დღევანდელი და გუშინდელი გაკეთებული პროდუქცია, იმიტომ რომ დღეს სამშაბათია. ვიზუალზეც ეტყობა, რომ ახალია. მაგრამ მომხმარებელი, როდესაც მოდის, მან არ უნდა დაგისვათ თქვენ კითხვა, როდის არის დამზადებული, სანამ დიახ შენახვისვა და თქვენ თვითონ უნდა უზრუნველყოფდეთ ისე ამ პროდუქციის რეალიზაციას, რომ მომხმარებელი ბოლომდე იყოს ინფორმირებული. იქეთ არ შევალ, აქეთ ჩვეულებრივად ქათმის ფილიარი და პრინციპში მაცივარი დანარჩენი ცარიელია და ეტიკეტი აქვს, ეტიკეტზე ვადა წერია. ეს კიდე ცომია, რომელიც მალფუჭებადი არ არის და პრობლემას არ წარმოადგენს. დახლზე მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ დახლზე აი ამ პროდუქციას რო არ ქონდეს ვადა დაწერილი, დასაშვებია, იმიტომ რომ ძირითადად არის ცხელი. ცხელ პროდუქციას არ ჭირდება ვადის დაწერა. შემდეგში, როდესაც გაცივდება და გადადის მაცივარში, აი ამის მერე უნდა იყოს ვადა მინიშნებული. აბა თუ მიხვდებით რომელ ქუჩას ხუმრობით რა თქმა უნდა უწოდებენ თბილისში კლინიკების და სამანტყოფოების ქუჩას რა თქმა უნდა ეს ლიუბლიანას ქუჩაა და აი აქ აღმოვაჩინეთ კლინიკებს შორის სასაუზმე სწრაფი კვება რომელიც აუცილებლად უნდა დავათვალიეროთ. ქალბატონებო ეს რა არის? რის რაპორია? ნარჩენებია და ამას რითი აკეთებთ? თქვენი საჭმელია და ამდენ ორცხობი. ხო და ამას ჭრით და აკეთებთ? კარგით. ამჯერამ არა დავიჭერებ, კარგი. მასე იყოს. იატაკზე არ უნდა იდოს პური. აქ ვნახოთ მაცივარში რა ხდება. აი ეგ რკინები არის, თუდი რომელიც ვიცი. აბა თუ გაიხსენებთ რა ქვია? კოროზირება. ხო. კოროზირებული. და ხო შეგებავთ? კი, ვიცი, ეს ეხლაც რო გავწმინდა ვიცოდი, მაგრამ აჰა, რო გაწმინდეთ, მაშინაც მივხვდით, რომ კოროზირებულია. ეს ახალი გაკეთებულია, ხო, რაღაც საწებელი არის რაღაცის. ხო, თქვენთვის არის, კი ბატონო. ეს რა არის? ლობიო ლობიანებისთვის. კი ბატონო, შეზავებული, გამზადებული. ანუ ეს შიგთავსები არის, გამომცხვარი პროდუქტი. კი ბატონო, მისაღებია. ოღონ რა უნდა იყოს მათზე? ეტიკეტები, ვადები. მოდით, ხარ გავცვალოთ როლები, მწყინვალეთიც ით ყველაფერი. სახში, ალუმინის ქვაბში საჭმელს რო ვაკეთებთ, რას ვაკეთებთ? ალბათ ემალში გადაგვაქვს. ალბათ კი არა, გადაგვაქვს, უეჭველი გადაგვაქვს და აქ რა ტავტავებთ, აქაც უნდა გადავიტანოთ. ეს უკვე სერიოზული კონდენსატია და სერიოზული. აქ როდესაც აი პირდაპირ ნახეთ, აქ როდესაც მიმდინარეობს პროდუქტის მომზადება, ყოვლად დაუშვებელია. და ყოვლად დაუშვებელია აი ასეთი ტაფების ქონა. აი ეს ტაფები კიდე ყოვლად მიუღებელია. კონდენსატის ზევიდან ეწვეთება თუ აი ეს იხსნება და შედის საჭმელში, აი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს უკვე, აი ეს ტაფა არის დანაშაული. ეხა ჭერი მოწესრიგებული გაქვთ, კედლები გაპრიალებული გაქვთ. ამაზეც დავხუჭავ თვალს, მტვერის დაგროვების ბუდია, მაგრამ კარგი, აქ არ უნდა იყოს, სხვაგან უნდა ახმობდეს, მაგრამ კარგი. დავხუჭავ თვალს, მივიღებ. ესეც არ უნდა იყოს. აი ქვაბების სუფთა მოწესრიგებული გაქვთ, მაგრამ ამოტეხილი არ უნდა იყოს. ტაფების საზიზღარი გაქვთ. ყველა ასე გაქვთ, ნახეთ? აი ესეც რა მდგომარეობაში, ყველა ასე გაქვთ აბსოლუტურად. ძალიან მწუხვარ. აქაც კოროზირებული ზედაპირები. მაგრამ ყველაფერი თავდახურული აბსოლუტურად
სწორად მოთავსებული, იმიტომ რომ ქვევით არის ბოსტნეული მოთავსებული და ზევით არის პროდუქცია. მოდით ახლა ამაზე ვისაუბროთ მე და თქვენ. ამას ქვია ნაჟური წყლები. ეს ახლა უკვე ანაგებს გასურავს გასასუფთავებელი. დეფროსტაცია უნდა მოხდეს ან გამდინარე წყალში, ან უნდა მოხდეს ამის galvgობა მაცივარში. უნდა იყოს დასურეტელ იმაზე მოთავსებული და შემდეგ ქვევით, ანუ ნაჟურ წყალში არ უნდა იყოს. კვერცხი ახალი, არანაირი პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ ამ შემთხვევაში თქვენთან არა და მაქვს კონკრეტულად კომპანიასთან პრეტენზია, ისე უნდა დაწეროთ, რომ მომხმარებელმა წაკითხვა, როგორც მინიმუმი შეძლოს. აი ძლივს ვიპოვე ერთი, აი ნახეთ ძირითადად ვადები ისე აწერია, რომ მათი წაკითხვა არის ძალიან რთული და აი აქ ჩანს. საკიკა, აი წამიკითხეთ რა წერია. საკი, ხო? სავარაუდოდ. საკი. ისე დააწერეთ, რომ წაკითხვა შესაძლებელი იყოს. მიდის მუშაობა, მართალია ყველა აღელვდა, იმიტომ მადონა შევიდა სამზარეულოში, მე კი ვათვალიერებ აი ამ დახს, სუფთა დახლია, სუფთა მინა, ნამდვილად. აი აქ არის ჭურჭელი, ჭიქები, დანაჩანგალი და კოვზი და ასე შემდეგ და აი ეს არის პროდუქცია, რომელსაც სთავაზობენ სტუმრებს. რაღაც სულ ხორცის კერძებია, პოპულარულია. ქართველებს გვიყვარს, ხო? მაგიდები არის საკმაოდ შელახული, იატაკიც არ არის სუფთა, აი შეხედეთ. აი, შეხედეთ. აი, ხშირად ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, ბევრი ნაგავი იყრება, მაგრამ ამისთვის არსებობს სტაფი, ანუ დამლაგებელი უნდა იყოს, რომელიც ალაგებს. ქალბატონო, გემრიელი იყო ხაჭაპური, მოგეწონათ? იდეალურია. აქ ყველაფერს კარგს აკეთებენ. საიდან მოვდივარ, რომ იცოდე აქ რო შევჭამო. აი, მადლიერი მომხმარებელი, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ აქ ყველაფერი კარგია და გემრიელია და ჩვენც რატო არ უნდა დავუჯეროთ, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტში მაინც არის სისუფთავე. აი ხა მითხარით როდინდელია ეს ხორცები. ეს გუშინჩავდე. აი ქვევით კიდე ნახეთ ისა გაქვთ. კარაკი და კარაკზე რა არის დასხმული ის მითხარით. კარაკზე არის სისხლი. ნახეთ ნაჟური სისხლი. აი ხორცები, აი. ნახეთ, აი ესეთი რამეები არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. კარაკს ხო ვერ გავრეცხავთ. და მე შეიძლება აი მომხმარებლის ჯანმრთელობას რისკი შეუქმნათ. აი ამიტოა პროდუქტთან სწორად უნდა ინახებოდეს. ეს რა არის? რა ტილოა? ეს რა ვიცი, ჟარუნა გაიღე და ეს არის ყოფილი მაისური, ხო? ნუ ვიღაცას მაისური ეცვა და მე ტილოთ ხარ ბავშვის კი არა, ვისიც არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. ქვილი სწორად არის მოთავსებული, სიმაღლეზე არის და არ არის პირდაპირ იატაკზე. მესმის რომ პატარა ტერიტორია გაქვთ და ნუ სხვაგან ვერსად ვერ წაიღებთ და ჩანთები სამზარეულოში გაქვთ, აბლაბუდები არ არის და ჭერიც დასუფთავებული და მოწესრიგებულია, კონდენსატს იმედია გაასუფთავებენ, კარაკი არის გასალღობად დატოვებული და მერე დააფასოვებთ და იმედია არ ჩადებთ მაგ რო არ დაისვაროს. პროდუქტ ყველას ეტყობა რომ არის ახალი. იცით რატო ვერდებთ? იმიტომ რომ მაგმაცივარი გასარეცხია, გასალღობია და ის ყველაფერი ამოსაწმენდი და მერე ძალიან კარგად ჩადებთ. ამიტომ მე თქვენ ადგილზე ვისარგებლებდი ამ მომენტით და გავრეცხავდი მაცივარს. აი ეს ნიჟარა ნამდვილად არ მომწონს. ამ ღრუბლით თქვენ ეტყობა ნიჟარას წმინდათ, მაგრამ მომხმარებლისთვის ეს არ უნდა იყოს არც ეს საშუალებები, ეს ღრუბელი და ეს ყველაფერი. ხო, ხელსახოცები არა გაქვთ. მუშაობს? დავიბანო ხელები. კი, მუშაობს ნამდვილად. აი რა გითხრათ, სისუფთავი დიდად ვერ დაიკვეხნის ეს კვების ობიექტი. სწრაფი კვება ლუბლიანას 76 ნომერში, ეს არის ქუჩის ბოლოს, თოდუას კლინიკის წინ. ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ. ისეთი სისუფთავი დამხვდა, მე მგონი მადონამაც საკმაოდ ბევრი შენიშვნა მისცა, მაგრამ თუ მოინდომებენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი სისუფთავეც ეკნებათ, აი ამ იატაკს რო უყურებ არ შემიძლია, რამდენი ნაგავი ყრია.
მაგრამ ნუ ეს არის რაც არის. იმედია რომ გამოასწორებენ, იმედია რომ ყავთ დამლაგებელი, რომელიც ამას ყველაფერს მოაწესრიგებს და იმედია რომ თვითონაც ყველაფერს სუფთად და ხარისხიანად დამზადებენ. გემრიელად მიირთვით, ყველა სტუმარს მინდა ვუსურვო და ხოლოდ ის გადამრჩენია რომ შეგახსენოთ რომ ჩვენ ვართ ახლა ეგრეთ წოდებულ კლინიკების ქუჩაზე, ლიუბლიანას ქუჩაზე, თბილისში.